როცა სწავლობდი ან თუ ახლა სწავლობ, არასდროს გქონია ისეთი შეგრძნება, რომ ერთი კლასი მეორის წინააღმდეგაა? ან რომ ყველაზე ჭკვიანებს აქვთ გარკვეული მეტოქეობა სპორტსმენებთან? კარგი, თუ ამას შენს განიცდი, მაშინ მოусმინე ამ შეჯამებას. სპოილერის გაფრთხილება. ისტორია იწყება სენიონკის საშუალო სკოლაში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელია. იმის მიზეზი თუ რატომ არის ის ასეთი პოპულარული არის ის, რომ სკოლა ორ კამპუსად არის დაყოფილი. სამხრეთის კამპუსი, რომელიც სპორტს ეძღვნება, ლიდერობს ლიჰი, კუნთებიანი ბიჭი, რომელსაც აგრესიული რეპუტაცია აქვს, ხოლო ჩრდილოეთის კამპუსს, რომელიც ლიტერატურასა და მეცნიერებებს ეძღვნება, ლიდერობს ნინგზიუ, სტუდენტი ყველაზე მაღალი ნიშნებით. ჩრდილოეთის კამპუსის სტუდენტები დაკავებულნი არიან კარგი ნიშნების მიღებითა და სკოლის სიამაყის შენარჩუნებით, მაშინ როცა სამხრეთის სტუდენტები ცნობილნი არიან თავიანთი უხეშობითა და ნაკლები ინტელექტით. ეს დაყოფა იწვევს იმას, რომ ორივე კამპუსი ძალიან ცუდად ეწყობა ერთმანეთს. ორივე მხარის ძრურწმენების გამო ერთ დღეს იუან კაიჩი, მეორე ყველაზე მაღალი ნიშნების მქონე სტუდენტი ჩრდილოეთის კამპუსიდან, სილამაზისა და ინტელექტის ნაზავი, მიემართება სამხრეთის კამპუსში მეორე კურსის სტუდენტების ხარისხის სახელმძღვანელოების მოსაძიებლად. თუმცა ის მაშინვე ამჩნევს, რომ აკლია 4 სახელმძღვანელო, რომლებიც ლიჰისა და მის სამ მეგობარს ეკუთვნოდათ, ვინც ისინი დამალეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წამში იუან კაიჩი პოულობს მათ და იღებს აკლულ სახელმძღვანელოებს. ლიჰი და მისი ამხანაგები მას ალყაში აქცევენ, მაგრამ ის ასე ადვილად არ შეშინდება. ამიტომ მიდის. მერე ერთ-ერთი ბიჭი ფეხს უდებს. ის ეცემა, მაგრამ იღბლად ლიჰი იჭერს და ვარდნას უშლის. ამ დროს უნებლიეთ სკოლის დინამიკის ღილაკს აჭერს და ყველა მოსწავლე ისმენს, როგორ ეუბნება მას. იდიოტი და საზიზღარი ხარ. რამდენიმე წუთის შემდეგ პან ჰაო, იუან კეი, აიქს აის კლასელი ეუბნება მას, რომ მისი ჩხუბი ლიჰისთან ყველა მოისმინა. რამაც გამოიწვია ის, რომ ჩრდილოეთის კამპუსის სტუდენტებმა დაცინვა დაიწყეს ლიჰიზე სოციალურ ქსელებში. ისინი მას ადარებენ კიდეც ნინგზი, ვაიუსას, მის მტერს ბავშვობიდან. რა თქმა უნდა, მას შურისძიება სურს და შესაფერისი მომენტი არის ფინალური ფიზიკური შეფასების დროს, რომელიც იმავე დღესაა, რადგან ორივე კამპუსი ერთად იქნება. იქ სამხრეთის კამპუსის სტუდენტები სთავაზობენ სხვებს დახმარებას გაჭიმვაში, ეს კი იმისთვის, რომ ცოტათი აწამონ ისინი. რა თქმა უნდა, ლიჰი გადაწყვეტს დაეხმაროს იუან კეი აიქს აისას, რაც მას ძალიან აღიზიანებს, ხოლო მეორე მხრივ პან ჰაო ღელავს და იწყებს სპორტსმენების ყვირილს, რითაც ქმნის მცირე კამათს. სიტუაციის დასამშვიდებლად, ნინგზი ვაიუს მოუვა აზრად მოაწყოს ქუემადოს შეჯიბრი, თითოეული კამპუსის საუკეთესო სტუდენტებით. წამების შემდეგ შეჯიბრი იწყება და ორივე კამპუსი ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის, რადგან მათ სურთ აჩვენონ, თუ ვინ არის საუკეთესო. მეცნიერების სტუდენტებიც კი წარმოუდგენლად კარგად ასრულებენ საქმეს იმ დაბალი მოლოდინების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვქონდა. და რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე გუნდში რჩება მხოლოდ 2 სტუდენტი. პან ჰაო, რომელიც კლასის შავი ცხვარია, გადაწყვეტს წყალი გადაასხა სპორტსმენების მხარეს, რაც იწვევს იმას, რომ ერთ-ერთი მათგანი, იან იუან, სრიალდება და მარტივად ვარდება თამაშიდან. იმ მომენტში ბიჭების ჯგუფი ამხელს პან ჰაოსა, ამიტომ იან იუან კამათს იწყებს მასთან. კამათი იზრდება და იქცევა ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბრძოლად. იმ მომენტში მოდის დირექტორი სხვა ადამიანებთან ერთად და აჟიოტაჟის დანახვისას იბარებს იუან კეი აიქს აის ლიჰისა და ნინგზი ვაიუს დირექციაში. იქ მისულებს ის აიძულებს მათ დაწერონ 2000 სიტყვის თვითკრიტიკა. და ეს ყველაფერი არ არის, რადგან იმ მომენტში ჩვენ ვიგებთ, რომ დირექტორი გეგმავს ორივე კამპუსის გაერთიანებას ერთხელ და სამუდამოდ. მეორე დღეს ლიჰი ემზადება გაკვეთილებზე წასასვლელად და სიურპრიზი ნინგზიუ მისი ახალი მეზობელია. ბინიდან გამოსვლისას ნინგზიუ ურჩევს ლიჰის დედას ჩაწეროს ის ინტენსიურ კურსზე, რომელიც დაეხმარება მას ნიშნების ამაღლებაში. ეს, რა თქმა უნდა, ცოტათი აღიზიანებს ლიჰისას, ამიტომ ის სწრაფად მიდის. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ბიჭი სკოლისკენ მიემართება, მაგრამ ნინგზიუ გზას უხვევს იუან კეი აიქს აის სახლისკენ, რათა ჩვეულებისამებრ ერთად წავიდნენ. დიახ, აქ რაღაც სიყვარულის მსგავსია. გვიანებით პროფესორი ლუოკიან ატყობინებს სტუდენტებს, რომ 4 სპორტსმენი სტუდენტი შეუერთდება კლას მომდევნო სემესტრში. ესენი არიან ლიჰი და მისი მეგობრები, რომლებსაც ძალიან მსგავსი სახელები აქვთ. ისინი არიან იუნ შიან, იან იუან და ჯიან იუან. დიახ, მე შევძელი ამის თქმა.
დიდი სიახლე, რომელიც არა მხოლოდ აშინებს მეცნიერების სტუდენტებს, არამედ სპორტსმენებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ აჩვენონ თავიანთი ლიდერობა, რათა არ მოექცნენ სხვა სტუდენტების კლანჭებში. ამისათვის ისინი ირჩევენ ყველაზე მარტივ გზას, მძიმე ხუმრობების კეთებას. თავიდან ისინი ანჯღრევენ გამაგრილებელი სასმელის ქილას მაღაზიაში, იმავეს რომელსაც წამების შემდეგ იუან კაიში ხსნის და მიიღებს სიურპრიზ ქაფის სახით. ის ბინძურდება და განრისხდება, როცა ხედავს, რომ ლიხი მაღაზიასთან იცინის. პანჰაუს ბრაზდება და შურის ძიებას გადაწყვეტს, იმ დღეს სპორტსმენების შხაპში შედის ლიხის და სხვების ტანსაცმლის მოსაპარად. ესენი, ტანსაცმელი რო ვერ ნახეს, ნახევრად შიშვლები მისდევენ პანჰაუსსა. შეხედე პანჰაუსსა, იქ გარბის, თავისი ტანსაცმელი ხელში უჭირავს. და ამ საშინელი ხუმრობის შემდეგ, ლიხი აგზავნის ჯიან იუანს, რათა წებო წაუსვას ნინგზი, YU-სკამს, რადგან ყოველივე ამის შემდეგ, უფროსის შეწუხებით მათ შეუძლიათ ლიდერობის მოპოვება. თუმცა ის იბნევა და შემთხვევით წებოს უსვამს საწყალი UNKAIXI-სკამს, რომელიც უნებლიეთ ჯდება და მყარად ეწებება. მოგვიანებით ის მიდის სამედიცინო პუნქტში, რათა ქვედაბოლო გაჭრას და ბოლოს წამოდგეს. ლიხი ბოდიშს სიხდის ხუმრობისთვის იმის მტკიცებით, რომ ის არ იყო სამიზნე, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ბრაზდება და მიდის. მომდევნო კვირაში კამპუსების გაერთიანების ახალი სტრატეგია იწყება, ამიტომ ლიხი და მისი მეგობრები მიემართებიან თავიანთ ახალ საკლასო ოთახში. იქ ისინი ამჩნევენ, რომ მათი ადგილები პირველია, რაც არის ადგილები მათთვის, ვინც არც ისე ჭკვიანია. ეს ჟესტი ძალიან აღიზიანებს მათ, ამიტომ იწყებენ კამათს UNKAIXI-სა და ნინგზი, YU-სთან, რომლებიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელნი იყვნენ ადგილების არჩევაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ მოდის პროფესორი ლუო კიან სიტუაციის დასამშვიდებლად. ის აგზავნის ყველა მეცნიერების სტუდენტს პროფესორ ბაისთან ვარჯიშების გასაკეთებლად. ხოლო სპორტსმენები რჩებიან მასთან. იქ ორივე მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ და სერიოზულად მოეკიდონ გაკვეთილებს, რათა მომავალში პროფესიონალები გახდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მეცნიერების სტუდენტები ბრუნდებიან საკლასო ოთახში და ხვდებიან სიურპრიზს, რომ ლიხი და მისი მეგობრების ხედან კლასის ცენტრში. სავარაუდოდ იმისთვის, რომ UNKAIXI-მი, როგორც მონიტორმა, უკეთ შეძლოს მათი დაკვირვება. იქ პროფესორი ლუოკიან უბიძგებს ყველას დაძლიონ ცრურწმენები, რათა გაერთიანდნენ და შეწყვიტონ კამათი, რასაც ეთანხმებიან როგორც სპორტსმენები, ისე მეცნიერების სტუდენტები. მომდევნო დღე ოფიციალურად გაკვეთილების პირველი დღეა, ამიტომ სპორტსმენები მტკიცედ არიან გადაწყვეტილი ყველაფერი გააკეთონ სწავლისთვის, მაგრამ სწრაფადვე ბეზრდებათ ჯიან იუანსაც კი ეძინება. მოგვიანებით პროფესორი ლუოკიან აგზავნის UNKAIXI-სა და ლიხის სამუშაოს საძიებლად, რაც არის შესაძლებლობა, რომ ორივემ კარგად ითანამშრომლოს. ამიტომ ის დაჟინებით მოითხოვს პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ის ტრიალდება და სახეში ურტყამს თავისი თმით. მაგრამ თუმცა ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, ჩანს, რომ ის იწყებს რაღაც გრძნობების გამოვლენას მის მიმართ. მეორე მხრივ კლასელი, სახელად ჰუან იუან, რომელიც შეყვარებულია ნინგზი, უზე, ცდილობს მიიქციოს მისი ყურადღება, მაგრამ წამოდგომისას ის წაიბორძიკებს სკამზე და ეცემა მასზე. მომენტში ის სარგებლობს შემთხვევით და ეფლირტავება მასთან და რა თქმა უნდა ის ამას ვერ ამჩნევს. იმ მომენტში იან იუან და იუნ შიან იწყებენ სიცილს ვიდეოს გამო. ჰუან იუან მათი მოსმენისას ფიქრობს, რომ ისინი მას დასცინიან, ამიტომ მიდის და ეუბნება, რომ ისინი საზიზღრები არიან ეს იმ საშინელი სუნის გამო, რაც მათ ფეხსაცმელებს ასდის. ამიტომ ის იღებს მათ და ყრის ნაგავში, რაც რა თქმა უნდა იწვევს ძლიერ ჩხუბს. იმ მომენტში მოდიან ლიხი და იუან კაიში. ის მომხდარის დანახვისას გადაწყვეტს საქმეები მშვიდად მოაგვაროს, მაგრამ პანჰაო ეუბნება, რომ სპორტსმენები ნაგავია. ის ყოველთვის ძალიან დახვეწილია. ეს რა თქმა უნდა იწვევს იმას, რომ ლიხი აგრესიული ხდება და თავს ესხმის მას. გარდა ამისა, ის ითხოვს ბოდიშს ჰუან იუანის მხრიდან, რომელიც იძულებულია ამის გაკეთება. და იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს, იუან კაიში უბრძანებს ბიჭებს დატოვონ თავიანთი ფეხსაცმელები ყუთში და ის მოუვლის მათ. მოგვიანებით, მთელი კლასი მიდის ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე. თუმცა იუან კაიში გადაწყვეტს დარჩეს ძლიერი ტკივილების გამო, რაც მენსტრუაციითაა გამოწვეული. რამდენიმე წუთში ბიჭები ბრუნდებიან კლასში და სპორტსმენები მაშინვე ამჩნევენ, რომ ფეხსაცმლის ყუთი იქ არ არის. ამიტომ მაშინვე ადანაშაულებენ UNKAIXI-ს
რადგან ის იყო ერთადერთი, ვინც იმ ადგილას იმყოფებოდა. თუმცა იმ მომენტში ფან ჰაო წყვეტს საუბარს და ამბობს, რომ ნაგავი ნაგვის ყუთში უნდა იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ მან თავად მოიშორა ფეხსაცმელები. იჰე, რა თქმა უნდა, გარბის მასზე თავდასასხმელად, მაგრამ მას აჩერებენ, ამიტომ მიდის მეგობრებთან ერთად თავისი ფეხსაცმელების საძიებლად ნაგვის ყუთში, მაშინ როცა იუანკაიში და ნინგზეი ხვდებიან, რომ ფეხსაცმელები სამხრეთის კამპუსში უნდა იყოს, ამიტომ გარბიან იქ და მართლაც. ისინი იქ იყვნენ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში. მოგვიანებით ისინი უბრუნებენ მათ სპორტსმენებს, რომლებიც ხარობენ მათი დანახვისას. იმ მომენტში ლიჰი გადაწყვეტს მოუყოს სხვებს, რომ ფეხსაცმელები არ არის უბრალო ნივთი, არამედ მათ აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაგალითად, ლიჰიმ გამოიყენა ეს ფეხსაცმელები იმ დღეს, როცა სკოლის რეკორდი დაამყარა. იან იუან იყენებდა თავის ფეხსაცმელებს, სანამ არ მოიგო თავისი პირველი გრძელი დისტანციის რბოლის ჩემპიონატი. ლინსი HUANs უბიძგებენ გამოავლინოს თავისი პოტენციალი და გახდეს დიდი მორბენალი, ამიტომ ისინი მისი იღბლიანი ფეხსაცმელებია. და ბოლოს არის იუნსიანის ფეხსაცმელები, რომელსაც ყველაზე სევდიანი ისტორია აქვს. აღმოჩნდა, რომ მისი ფეხსაცმელები ბებიის საჩუქარი იყო, რომელმაც ისინი მისცა პირველი შეჯიბრის მოგების შემდეგ და ზუსტად ამის შემდეგ ის გარდაიცვალა. სპორტსმენებს ამით სურთ აჩვენონ, რომ მათი ფეხსაცმელები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი მედალი და ასევე ბოდიშსუხტიან UNK AIXISS მისი დადანაშაულებისთვის. და ისიც ბოდიშსუხტის მათ იმისთვის, რომ ვერ დაიცვა ისინი ისე, როგორც უნდა დაეცვა. სასჯელის სახით მან ფან ჰაო ფეხსაცმელების გასაწმენდად გაგზავნა. ბახშამზე ლიჰემ კაიში ვიღაც ბიჭთან ერთად დაინახა და იეჭვა, რომ ის შეყვარებული ჰყავდა. მიზეზით ის ყურადღებით აკვირდება მათ და მეორე დღეს გარდა ამისა ხედავს, როგორ გადასცემს ერთი სტუდენტი სასიყვარულო ბარათს იმ ბიჭს. ეს ცოტათი აღიზიანებს ლიჰისეს, რომელიც გადაწყვეტს საკლასო ოთახში შევიდეს, რათა უთხრას UNKAIXISS, რომ ამ მომენტში არ უნდა ხვდებოდეს არავის, რაც მას ძალიან დააბნევს. მოგვიანებით ის ხედავს, როგორ ეხმარება ნინგზიუ მას გაჭიმვაში, ამიტომ ლიჰი ცოტათი ეჭვიანი უყვირის მათ. ის წამოდგება, მაგრამ მაშინვე გონს კარგავს ჰიპოგლიკემიისა და მენსტრუაციის კომბინაციის გამო, ამიტომ მას გადაუდებელ დახმარებას უწევენ სამედიცინო პუნქტში. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე ბიჭი მიდის მასთან სამედიცინო პუნქტში. იქ ნინგზეიუ გადის ოთახიდან ზარისთვის, ხოლო ლიჰი უვლის UNKAIXIS. მაგრამ ზარის დასრულებისას ნინგზეიუ ხედავს მათ ცოტათი მოწყენილებს და გადაწყვეტს დატოვოს ოთახი. იმ მომენტში შემოდის UNKAIXIS შეყვარებული და იქ ირკვევა, რომ ეს ბიჭი სინამდვილეში არ არის მისი შეყვარებული, არამედ მისი უმცროსი ძმა, რაც ლიჰის სახეზე შვების უზარმაზარ ღიმილს აჩენს. ახლა როცა მან იცის, რომ ის თავისუფალია, გადაწყვეტს მეორე დღეს მისი ტელეფონის ნომერის თხოვოს. თუმცა UNKAIX-ში მას კატეგორიულად უარით ისტუმრებს. მეორე დღეს ლიჰი ცოტათი ბრაზდება, როცა ხედავს, რომ ლინსი HUANs-ს ნებისმიერი გოგონას ნომრის მოპოვება ადვილად შეუძლია, მაშინ როცა მას UNKAIX-ის ნომრის მოპოვება არ გამოსდის. მაშინ ლინჩ უანეუბნება, რომ ეს იმიტომ ემართება, რომ ის გოგონების მიმართ უხეშია, ამიტომ დახმარებას სთავაზობს. ამისათვის იმავე დღეს პაემანზე იწვევს ჰანელაია, JISS, UNKAIX, ISS საუკეთესო მეგობარს, ექსტრავაგანტულ გოგონას, საშინელებათა ფილმების მოყვარულსა და მწერალს, რაც ტიპურია მსოფლიოს ამ ნაწილისთვის. ის ძალიან ეშმაკურად მიჰყავს ლამაზ რესტორანში, რათა მისგან ინფორმაცია გამოძალოს UNKAIX-ის გემოვნების შესახებ, ხოლო სანაცვლოდ ეუბნება, რომ ლის სიბნელის ეშინია. ჩვენ და გასაკვირად ვიგებთ, რომ ლინჩუან საუბრობდა ლიჰისთან, ამიტომ მან მთელი საუბარი მოისმინა. ასე რომ, მეორე დღეს ის ბიბლიოთეკაში მიდის მეგობრებთან ერთად და იქ ემუქრებიან გამგეს, რათა გადასცეს კონკრეტული წიგნი, ისეთი, რომელსაც UNKAIX-ი რამდენიმე დღეა ელოდება. რამდენიმე წუთის შემდეგ, UNKAIX-ში და ნინგზეიუ მიდიან ბიბლიოთეკაში წიგნის საძიებლად. მაგრამ გამგეუბნებათ, რომ წიგნები ჯერ არ ჩამოსულა, რაც ორივე საცრუებს იმედებს. თუმცა, იმ მომენტში გამოჩნდება ლიჰი წიგნით და გადასცემს UNKAIX-ს, მაგრამ მის დასამწუხაროდ, ნინგზეიუ იღებს ზარს კოლეგისგან და ის ატყობინებს, რომ აქვს წიგნის 2 ეგზემპლარი ავტორის ხელმოწერით, რაც, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია. ამიტომ ის უბრუნებს წიგნს ლიჰის და მიდის. კარგი მცდელობა იყო, ჩემპიონო. მოგვიანებით UNKAIX-ში მიდის პროფესორ ლუო კიუ.
ენ თან სასაუბროდ და იქ იგებს, რომ ის და ლიხი იქნებიან ლაბორატორიის პარტნიორები, რაც ცოტათი აღიზიანებს, ამიტომ სთხოვს მას ჯგუფის გამოცვლას, მაგრამ არა. პროფესორი უარით ისტუმრებს მის თხოვნას. იუან კაიში ცოტათი მოწყენილი იწყებს საუბარს ჰანაუეა ჯეი აისთან, რომელიც ეუბნება, რომ შეუძლია დაარწმუნოს ლიხი ჯგუფის გამოცვლაში და გარდა ამისა ეუბნება, რომ მას სიბნელის ეშინია. ასე რომ იუან კაიში ძალიან აღელვებული, გადაწყვეტს შეადგინოს გეგმა ჰანაუეა ჯეი აისთან ერთად. იუან კაიშის თხოვს ლიხი ისე, გაჰყვეს მას სარდაფში ექსპერიმენტისთვის წყალმცენარეების მოსაძიებლად. სარდაფი არის ძალიან ბნელი და ობობებით სავსე ადგილი, ამიტომ რა თქმა უნდა ის ცოტათი შეშინებულია. მაგრამ სიტუაცია სულ უფრო შემზარავი ხდება, როცა უეცრად მოჩვენება გამოჩნდება და ისე აშინებს ლიხის ეს, რომ ის კანკალს არ წყვეტს. თუმცა ერთ-ერთი ობობა იწყებს მოჩვენებაზე გადასვლას და ის სასოწარკვეთილი იწყებს ყვირილს. ის გაოცებულია სიტუაციით, ამიტომ უახლოვდება სავარაუდო მოჩვენებას და სიურპრიზი. ეს არის ჰანიაჯი. ის ცხადია ძალიან გაბრაზებულია ორივესთან, მაგრამ იუან კაიში ეუბნება, რომ ეს მხოლოდ ტესტი იყო იმის გასარკვევად, თუ რამდენად უხეში იყო ის. რა თქმა უნდა, ტყუილი. ეს კიდევ უფრო აბრაზებს მას და ორივეს პირდება, რომ მოინდომებს და საუკეთესო სტუდენტი გახდება, ამიტომ იუან კაიში გადაწყვეტს დანებდეს და ბოლოს მასთან ერთად იმუშაოს. მოგვიანებით გაკვეთილების დასრულებისას იუან კაიში აძლევს თავის ნომერს ლიხის სეს, რათა კონტაქტში დარჩნენ. და ლიხი, რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებულია, რადგან როგორღაც მაინც მიაღწია მიზანს. ამის შემდეგ ჩვენ გვიჩვენებენ რამდენიმე სცენას, სადაც ლიხი ელოდება, როდის მისწერს იუან კაიში და როდესაც ის წერს, ის ძალიან ბედნიერია და ეს მისი საყვარელი მომენტია. თუ გინდა იცოდე, შეუყვარდებათ თუ არა ერთმანეთი და როგორ აკეთებენ ამას, ვიდეოს უნდა დაელოდო. იმედი მაქვს მოგეწონა ეს მეორე ნაწილი. გმადლობთ ყურებისთვის და არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა, რათა გაიგოთ, როდის მოვა გაგრძელება. ნახვამდის.